სონებიდან პირველ ადგილზე ისევ პატრიარქია, შემდეგ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რეიტინგით გასული წლის მარტთან შედარებით არის 2%-ით შემცირებული და ასევე მოდის კოალიციის ლიდერები დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ეკაბესილია და ასე შემდეგ. ანუ NDI-ის კვლევის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ თითქმის ყველა პერსონის რეიტინგი ნოემბერთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული, გარდა უსუფაშვილისა და ბაქრაძისა, რომელიც არის გაზრდილო. ამ კონკრეტულ პერსონებს და რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, იქ უკვე 50%-ია დაახლოებით სხვაობა თქვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. თქვენ სასარგებლოთან ამ შემთხვევაში და მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც. ანუ თქვენ შეფასება რო გითხრათ და რას უკავშირებთ დავუშვათ ამ მაჩვენებლებს ან შეკითხვა როგორ იყო დასმული ენდობით მოგწონთ კარგად მუშაობენ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით მოგწონთ თუ არ მოგწონთ ნდობის თვალსა ის და შემდეგ არის ჩამოთვლილი მოგწონთ თუ არ მოგწონთ ეს შეკითხვა და პარტიებთან დაკავშირებით რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს და პრეზიდენტობის კანდიდატებზე ანუ ვის მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნების დროს და კეთილი მოგესალმებით ყველას მადლობას გიხდით მოწვევისთვის NDI-ის კვლევები როგორც ნებისმიერი სხვა კვლევა ცდილობს გაზომოს ესე თუ ის დამოკიდებულება ან განწყობა სხვა პერსონას მიმართ ან მოვლენის მიმართ შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ობიექტური კრიტერიუმი იმისათვის რომ გავზომოთ პოლიტიკოსები და მოვლენების სხვადასხვა ინდიკატორებით ასე რომ პოლიტიკოსთა საზოგადოებრივ საქმიანობას ძალიან ჭირდება კვლევები და პოლიტიკოსები ამას უნდა შევხვდეთ ძალიან ნორმალურად როგორც დამხმარე ინსტრუმენტს საომავლო საქმიანობისათვის. მე მივესალმები იმას, რომ პოლიტიკოსების, მოვლენების, პარტიების გაზომვა ხდება პარალელურ რეჟიმში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რაღაც მოვლენის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება დადებითი ან უარყოფითი, ისე როგორც ამა თუ იმ პერსონის მიმართ დადებითი ან უარყოფითი. გაიგივება მოვლენის, პარტიის, ინდივიდის ყველა შემთხვევაში არ შეიძლება, თუმცა არც ის ვარგა, როცა თქვათ ინდივიდს და სუბიექტს, რომელიც წარმოადგენს ეს ინდივიდი, განასხვავებს საზოგადოება და არ აღვიქვამს ამ მოძრაობის ნაწილად. ამაზე რა უნდა გითხრათ ახლა, ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ვიღაცას გაეზარდა, ვიღაცას შეუმცირდა, ეს ნორმალური პროცესია. თუ გაზრდის კუთხით გვექნება შეკითხვები, შეიძლება ვიკითხოთ ვის რატომ გაეზარდა, ან ვის რატომ შეუმცირდა. თქვენი ასე ვთქვათ შედეგებიდან გამომდინარე ნაციონალურ მოძრაობას გასულ დაასახელები ხარ. ნიკა სეჯე ტელეკომპანია Reality გასულ შედეგებთან შედარებით საგრძნობლად შეუმცირდა ესე ვთქვათ მაჩვენებლები. ვის შეუმცირდა? ნაციონალურ მოძრაობას თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს? რამ გამოიწვია ის რომ შეუმცირდა მას გარკვეულწილად ეს მაჩვენებლები? მე ჩემს მოგახსენებთ, მე თქვი ამ სტუდიაში 3 თვის წინ, როცა ვიყავი მოწვეული, რომ ნაციონალურ მოძრაობას თუ უნდა როგორც პოლიტიკური ძალა შენარჩუნდეს, ის უნდა გაემიჯნოს ძალადობაში, კორუფციაში და სხვა მძიმე ხასიათის დანაშაულს ჩადენა შეჭმიტანილ პირებს. სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობამ ამ 3 თვის განმავლობაში ვერ გამოიტანა გაკვეთილი და ის არათუ ემიჯნება ძალადობრივ დანაშაულის ჩამდენ პირებს, კორუფციულ დანაშაულის ჩამდენ პირებს, არამედ პირიქით უფრო და უფრო ამყარებს კავშირებს და ცდილობს ადამიანური სიჯიუტით ამტკიცოს თავისი უბრალოობა. ჩემთვის ეს არის შეცდომა, გრძელვადიანი შეცდომა. მათ ვერ შეძლეს 19 აპრილის აქციის დროსაც დაეძლიათ ეს პრობლემა. საზოგადოებაში იყო გარკვეული მოლოდინი, რომ ასპარეზზე გამოვიდოდა ვიღაც ახალი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ იყო დაკავშირებული 9 წლიან წარსულთან, უარყოფით წარსულთან, მაგრამ ისინი ვერ შორდებიან ამ წარსულს, მიჯაჭვული არიან ამ წარსულს და ბაქრაძის ცნობილი განცხადება, რომ დაანებეთ წარსულს თავი, დაანებეთ წარსულს თავი, სწორედ ამის გამოვლინება, რომ თვითონ დარჩნენ წარსულში თავისი აი ამ მძიმე შეცდომებით და არ აქვთ უნარი, რომ წარსულზე უარი თქვან წარსულ ლიდერების ადგილების გადანაცვლებით. მათ წარსულზე უარი შეიძლება გამოხატული იყო წარსული ლიდერების გადანაცვლებით და უფრო ჯანსაღი ძალების წარმოჩინებით, მაგრამ მათ ეს უნარი არ აღმოაჩნდათ და ჩვენ ვიხილეთ იგივე ადამიანები განსხვავებულ პოზიციაში.
ჩვენ არა მარტო გოგა დავითაშვილის კოალიციის მეორე წარმომადგენლის განცხადებები გვახსოვს წინა საარჩევნოდ, როდესაც კეთდებოდა ასეთი კვლევები, საკმაოდ სკეპტიკური იყო თქვენი დამოკიდებულება და იგივე საველის სამუშაოებთან დაკავშირებით, მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. რამ შეცვალა თქვენი განწყობა NDI-ის კვლევებთან მიმართებაში? არ მგონი რომ თქვათ შესაბამისი იყო შეკითხვა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ინდიკატორებს ამ საზომს საშუალებებზე ვილაპარაკეთ, ხო? ანუ კვლევები ეს არის საზომის საშუალება, მოვლენა, პერსონა ან პარტია შეაფასე, ხო? თქვენ განათლებული ჟურნალისტი ბრძანდებით, ნახეთ, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ NDI-ის კვლევები არ ასახავს, ხედულობაში მაქვს 1 ოქტომბრამდე არსებულ კვლევებს, საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას, იმიტომ რომ მაშინ 7, 8, 9, 12% გქონდა ჩვენ ამ გამოკითხვის მიხედვით. დადასტურდა ჩვენი პოზიციის სისწორე 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, ხო? ჩვენ მივიღეთ 54%, აი ამ 10%-იან 15%-იანმა ძალამ, ხოლო მათ მიიღეს ბევრად ნაკლები. ანუ თუ საუბრობთ ობიექტურ საზომ კრიტერიუმებზე, რა თქმა უნდა, იმ ძალადობრივი ფონის კვალობაზე, რა ძალადობრივი ფონიც ქვეყანაში არსებობდა და ის ძალადობდა ზოგადად განწყობაზეც, გამოხატვაზეც, არა, საზოგადოების განწყობაზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოხატვაზე, როგორ გამოხატავ ამას, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა ობიექტური ეს გამოკითხვის შედეგები. და ვიმეორებ, ეს დადასტურდა არა ზაქარ ეკუსნაშვილის ან სხვა ადამიანის პერსონალური პოზიციით, არამედ ოფიციალური ობიექტური შედეგები, არითმეტიკულ ციფრებზე დაყრდნობილი ობიექტური შედეგები. ჩვენ ვიყავით სწორედ. ეხლა როცა მოიხსნა ეს ფონი, როცა 19 აპრილის კვალობაზე ყველამ დაინახა, რომ ახალი ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით გიჟი თავისუფალია და რეალურად არავის არ უშლის არაფერში ხეს, გინდა ახტეს სცენაზე, გინდა ჩამოხტეს სცენიდან. არავინ არაფერს არ უშლის ხეს, რა. ამ შემთხვევაში უკვე ეს როცა მოიხსნა ეს ძალადობრივი ფონი, რა თქმა უნდა, გამოკითხვა უფრო რელევანტური გახდა, უფრო შესაბამისი გახდა საზოგადოებაში არსებული რეალი განწყობების, ვიდრე იყო 1 ოქტომბრამდე. ალბათ დამეთანხმებით ყველანი, რომ ძალადობრივი ფონის არსებობის კვალობაზე შეუძლებელია რეალური განწყობის გამოხატულება იყოს თავისუფალი და სწორი. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამ ფონის მოხსნა გახდა მთავარი მიზეზი იმისათვის, რომ გამოკითხვის ციფრები უფრო შესაბამისობაში უნდა იყოს შინაარსთან, ვიდრე 1 ოქტომბრამდე. ბატონ ზაქარია, ყველა პოლიტიკური ლიდერის ან თამაზაშვილი ტელეკომპანია მაესტრო, ყველა პოლიტიკური ლიდერის რეიტინგი არის შემცირებული, მხოლოდ ორი დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის არის გაზრდილი. რამ განაპირობა ეს, რო გითხრათ, ვთქვათ, რატო არის იმათი შემცირებული, რატო არის მხოლოდ ამ ორი ადამიანის რეიტინგი გაზრდილი? არ არის ესე, რომ მარტო ორი პოლიტიკოსის რეიტინგია გაზრდილი. ნუ კვლევების თანახმად ეს არ არის, მარტო ორი პოლიტიკოსის რეიტინგია გაზრდილი. თან ამასთან მიმართებაში ისმის შეკითხვა, რამდენი იყო და რამდენი გახდა. სუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სუსტი. აბა ნახეთ. დავით ბაქრაძის იყო გასულ წლის ნოემბერში 42%, ახლა არის 42% და უსუფაშვილის იყო 33%, ახლა არის 36%. ხო, ანუ ხედავთ 2-3%-ზეა საუბარი. რაც არის ძალიან კარგი ტენდენცია. უმრავლესობის ფაქტიური პარლამენტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერის მიმართ რომ საზოგადოების განწყობა არის დადებითი. რატომ ეს ორი პიროვნება ძალიან ცდილობენ, რომ თანამშრომლობა შედგეს და თქვენ ნახეთ ალბათ თომას ხამარბერგის ცნობილი ინტერვიუ რადიო თავისუფლებასაც მიესალმება კარგ თანამშრომლობას, რაც შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. ეს თანამშრომლობა არ მოსწონთ ხალხს, არ დაგიმალავთ. ხალხი ღიზიანდება ამ თანამშრომლობის გამო, მაგრამ სახელმწიფოებრივი აღშენებლობის თვალსაზრისით ჩვენ განწირული ვართ ამ ადამიანთა ჯგუფთან თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობაში იგულისხმება არა წარსულის დავიწყება ან ინტელიგენციის გაცემა, წარსულის შადენი დანაშაულის პატიებაზე, არამედ კანონების მიღებისას არ ვიღებთ კანონებს მათი ინფორმირების, მათი ჩართულობის, მათი დათანხმების გარეშე. თორე თანამშრომლობა არ უნდა იქნას აქმული საზოგადოებაში, როგორც წარსულის დანაშაულებებზე უარის თქმა ან წარსულზე რაღაც ინდულგენციის გაცემა. ეს ერთმანეთსაგან უნდა გამომიჯნოთ. მაგრამ თანამშრომლობის გარემო დღევანდელ პარლამენტში ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მისი წევრები ვცდილობთ, რომ საკითხები მივიღოთ არა ხელის გადაგრეხვის პრინციპით, არამედ ინფორმირების, ჩართულობის და დარწმუნების გზით და თქვენ ნახეთ, რომ ყველა პრინციპული კანონი მივიღეთ მათი მხარდაჭერით. ისინი საბოლოო ჯამში ხარს უჭერენ ამ კანონებს, რომელსაც ვიღებთ კონსტიტუციური ცვლილებებიდან დაწყებული სხვა კანონები დამთავრებული.
ბატონ ზაქარია, კიდევ ერთს დავასახელებ, 56%-ით ყველაზე გავლენიანი, ესე რომ ვთქვათ, ძლიერ ოპოზიციად ლიდერობენ ნაცმოძრაობა. თქვენი შეფასება ამ ციფრთან დაკავშირებით, თქვათ, რამდენად სანდოა და რა შეიძლება განაპირობა, თქვათ, 56%-იანი მაჩვენებელი ოპოზიციის შემთხვევაში? არა, ეგრე არ არის. იქ შეკითხვა იყო სხვანაირად დასმული. იქ ვინ მიგაჩნიათ ოპოზიციათო? იქ წერია და რეალურად იმდენად გაიწმინდა ეს ველი სუბიექტებისაგან, გესმით, რომ რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა დარჩა ფორმალურ ოპოზიციად, მაგრამ ფორმალური ოპოზიციონერობა არ ნიშნავს ხალხო გრძელვადიანი თვალსაზრისით შედეგის მიღწევის გარანტიას. მარტივად რო თქვა, უფრო მარტივად რო თქვა, 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი კომენტარი მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში. და ზოგი ამბობდა, ცოტა გამოვიდა, ზოგი ამბობდა, ვანო მერაბიშვილი გამოვიდა, მოუდინს გადააჭარბა, გეგონება რუსთაველის პროსპექტზე, მაგდენი ხალხი იშვიათობა მათი ხელისუფლების პერიოდში. მაგდენის და მაღაზი 10-ჯერ მეტი ხალხის და 20-ჯერ მეტი ხალხის იყო ჩვეულებრივი ცხოვრების მოვლენა, არ მინდა ჩამოვთვალო. არც 2007 წლის 7 ნოემბერი იყო მაინც და მაინც შორს, 7 ნოემბერი იყო მაინც და მაინც შორს და რეალურად ეს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი არ იყო. თუ თქვენ ამას დაასახელებთ როგორც ხელისუფლების საწინააღმდეგო პროცესს, მაშინ იქ უნდა დაასახელოთ, რომ 51% საქართველოს მოქალაქეების ამბობს, რომ 19 აპრილის აქციის ეგრეთ წოდებული გამოცხადებული დეკლარირებული მიზანი, რომ თქვათ, გჯერათ თუ არა საქართველოს გადაუხვია ევროპულ კურსს, 51% ამბობს არა. 6% ამბობს თუ 5% ამბობს, რომ კი, მაშინ აქ როგორ მივუდგეთ? ანუ საუბარია იმაზე, მეგობრებო, რომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი აქციაში რამდენი კაცი მიიღოს მონაწილეობას. ეს განსაზღვრელი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ განსაზღვრელი არ არის. მნიშვნელოვანი ის რას ეფუძნება ეს პოზიცია. ხარდამჭერი ან საპროტესტო პოზიცია. და ეს რას ეფუძნება ეს ყიფია თუ მყარია, გესმის? როცა ეგეთ ყიფე რაღაცას ეფუძნები, რომელზეც გინ ამას დაამყრო შენი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა, ეს არის როგორი უპერსპექტივა, იცით? ძალიან უპერსპექტივაა, თუ არა თქვენ დარწმუნდებით, რაც გავაადრო, იმიტომ მე გითხარით, რომ ოქტომბრის თვეში თქვით, ნოემბრის თვეში მე ვთხარი ნაციონალურ მოძრაობას დააკლდება სუმცირე 20-30 კაცი, სუმცირე 20-30 კაცი და ეხლა გისრულდება 6 თვე და შეიძლება დაითვალოთ 20 და 30 კაცი დაკლებული თუ კიდევ უფრო მეტი. ასე რომ პროცესი გარდაუვალია, თუ ისინი დისტანცირებაში ვერ შეძლებენ კრიმინალურ წარსულთან, კორუმპირებულ წარსულთან და თქვენ ნახეთ, რომ სამწუხაროდ კიდევ ახალი ფაქტები ვლინდება მათი კორუფციული წარსულის. როცა ხალხს კაპიკებს უთვლიდნენ, წელიწადში ერთხელ 10 ლარიან მომატებას პენსიაზე ამადლიდნენ, 20 ლარიან ვაუჩერის დარიგებას ამადლიდნენ და სინამდვილეს თავისთვის 100-იან მასაჟებს და გახდომის კურსებს არიკლებდნენ. ასე რომ საფუძველი პროტესტს არ აქვს, ხალხს არ ჯერა, რომ საქართველოს გადაუხვია ევროპულ კურსს. ამას ადასტურებს თომას ჰამარბერგის ცნობილი გამოსვლა, ამას ადასტურებს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობილი ანგარიში, ამას ადასტურებს ელჩი ნორლანდის ცნობილი განცხადება, რომელიც გააკეთა მან გუშინ თუ გუშინწინ, როცა მან თქვა, რომ საქართველოს მიდის დემოკრატიზაციისკენ და მე ჩემის მხრიდან დავამატებდი, ეს არის დიდი ნაბიჯები დემოკრატიულ საქართველოსკენ, იმიტომ რომ ჩვენ რაც შევძელით ამ არასრულ 6 თვეში, შევძელით ის, რომ ძალადობა საერთოდ მოხსენით და პოლიცია საერთოდ ჩამოაშვერთ პოლიტიკურ პროცესებს, ისევე როგორც პარლამენტმა შეიძინა ფუნქცია დებატების კონკურენციის უფრო მეც გეტყვით, უკვე უმრავლესობის წევრები დებატობენ შიგნით, რა ძალიან კარგია, მისწავლებელია და უმრავლესობა წარმოადგენს მართლა დემოკრატიულ საწყისებში შექმნილ კონგლომერატს, გაერთიანებას და არა ერთხმიან მორჩილ ადამიანთა გუნდს. ოპოზიცია უნდა დაიბადოს ბუნებრივად. ხელოვნურად ვერავის ვერ შოა. თუ შვი ხელოვნურად იქნება უდღეური და ძალიან ცუდი. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაღაცა ჯგუფი, ან ადამიანთა ჯგუფი ვაქციოთ ოპოზიციას. ეს გამორიცხულია. ოპოზიცია თვითონ უნდა იშვას. გრძელვადიანი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა,
და ეხლაც ქვეყანას ჭირდება ობიექტურ კრიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია კრიტიკა აწარმოოს ობიექტურად, სამართლიანად, რაც შეიძლება მძაფრი ფორმებით, მაგრამ ობიექტურად. ანუ როცა ამბობ რომ ცუდია, უნდა დაასაბუთო რატომ არის ცუდი, როცა ამბობ რომ ევროპულ არჩევანს უღალატა საქართველოს, დაასაბუთო რატომ უღალატა, რაში გამოიხატა, რაში ვლინდება ეს ამბავი და არა ისე რომ აი საბაბს ეძებ იმისათვის რომ გუნდის წევრების გამოყვანით, გუნდის სხვა წევრებს დაუსაბუთო რომ მაგარი ბიჭი ხარ. აი ეს იყო მთელი 19 აპრილი, ერთმანეთს ებრძვიან იმაზე, ვინ მაგარი ბიჭია და ვის ეკუთვნის ეს კვალიფიციური სუბიექტის მემკვიდრეობა. შესაბამისად, ყველა ვნახეთ, რომ რა დამოკიდებულება იყო მათ შორის, მათ ერთმანეთში რა დამოკიდებულება ჰქონდათ. ასე რომ ბიძინა ივანიშვილი არავის ხელოვნურ ოპოზიციას დანიშვნას არ გეგმავს, მას ეს განზრახულობაში არ აქვს. რა თქმა უნდა, მას როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ ხელმძღვანელს ძალიან აინტერესებს და უნდა რომ არსებობდეს ჯანსაღი კრიტიკა, ჯანსაღი ოპონირება. და ეს ნორმალურია, მაგრამ წარმოედგინეთ თქვენ რომ კრიმინალურ დანაშაულს ჩადენა შეჭმიტანილი, ან კორუფციულ სამართალდაღოებულ შეჭმიტანილი პირო გაკრიტიკებს, სამართლიანს რო გაკრიტიკოს, იმას ფასი არ აქვს. და მორალური ძალისაგან არის დაცული. მიხდით? ამიტომაც არის საჭირო ყოველთვის რომ ოპოზიცია არსებობდეს მორალურად მტკიცე და ობიექტური კრიტერიუმებით აღჭურვილი. როცა ეს მორალურად მტკიცე არ არის, მას დანაშაულებრივი წარსული, კორუფციული წარსულით აქვს ზურგი დამძიმებული, ის იმის კრიტიკა რაც არ უნდა საქმეს ეფუძნებოდეს, მარილიაკლია გემო არ აქვს, ფასი არ აქვს. ამიტომაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ამ თამამი აზრით ვიღაცამ შეიძლება გამაკრიტიკოს და თქვას, რომ ამ მნიშვნელობა ყაჩაღი ლაპარაკობს სიმართლეს თუ მართალი კაცი ლაპარაკობს სიმართლეს, მაგრამ გარწმუნებთ, ყაჩაღის სიმართლესაც კი ფასი არ აქვს. გოგონას უნდა ჩაგრავთ ეხა ბიჭებო. ლელა გოგოლაძე პირველი არხი. ანუ იგივე კვლევების მიხედვით, ახლა რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ქართული ოცნების კანდიდატს 58% მისცემდა ხმას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 8% და როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ეს სიტუაცია შესაძლებელია ძალიან სწრაფად შეიცვალოს და მათ რეალური შანსები აქვთ, რადგან ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს და იგივე იმედგაცრუება იმის მიზეზი, რომ პარტიის პროცენტმა პარტიას 60% უჭერს მხარს, რაც წინა ნოემბერთან შედარებით 63%-ით დაბალია. თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური პარტია ცდილობს ახლა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიად. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მყარი მხარდაჭერა მოიპოვოთ ჩვენს ელექტორატში. 2-3%, 5% ზემოთ თქვენთ მეგობრებო, არ არის არაფრის განსაზღვრელი. ეს არის ნიშანი, მაგრამ არა განსაზღვრელი. აი კატასტროფაა, როცა 15 და მეტი პროცენტი ხდება ცვლილება. ეს უკვე ნიშნავს, რომ სერიოზული ცვლილება მოხდა. 300 კაცში 2 და 3% ნიშნავს 5-6 კაცს, ხო? აი მასშია საუბარი. 300 კაცში 5-6 კაცმა შეიცვალა დამოკიდებულება. და ეროვნულ დონეზე თუ გაინტერესებთ, ეროვნულ დონეზე 2% მილიონი ამორჩევის ყოლობაზე ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ 20,000 ამორჩევას. მიხდით? ასე რომ ეს არ არის ისეთი რამე ნიშანი, რომელთაც შეიძლება შორს მიმავალი დასკვნები გააკეთოს. ესეთი ასე ვთქვათ ამპლიტუდა ყოველთვის ექნებათ რეიტინგებს, ზრდისკენ ან კლებისკენ, ეს ასეთი ამპლიტუდა. გესმის? რომელშიც 2-3 ზემოთ, 2-3 ქვემოთ არს არცვლის. იმიტომ რომ შუა არის გაწონასწორ. აი როცა 15-ით ვარდება ზემოთ, ან 15 და 20 დეცემბრი ქვემოთ, აი მაშინ არის უკვე სერიოზული ყევებთან საუბარი, იმიტომ რომ 15 და 20% უკვე ნიშნავს, რომ ყველა მეხუთე ადამიანი უკვე იცლივ შენს მიმართ დამოკიდებულებას. გესმის? აი ეს არის ეგანგოსთან. 2 და 3% ეს არის, აი როგორ გითხრათ. გულის კარდიოგრამა უფრო სტაბილურია, ვიდრე მაგ რეიტინგის ამპლიტუდა. დამისახელეთ ჯერ კანდიდატს და მე გეტყვით რა შანსი აქვს მას. ბატონო ზაკ დასვიკითხა დასვი. რა ესე იგი ეროვნული მოძრაობის არსი უნდა ვიცოდეთ, რომ მე მივისწრაფოდეთ მისგან, ხო? ეროვნული მოძრაობა ეს არის მოძრაობა, რომელიც საქართველოში გამოხატული იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის სახით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის სახით, სადაც ეროვნული გამოხატულებები იყო ყველაზე მოჭარბებული. სააკაშვილის ხელისუფლების 9 წლიანი პერიოდი
არც თავისუფლების გამტკიცებისკენ იყო მიმართული და არც ეროვნული გამოხატულების უფრო კოსმოპოლიტური მიდრეკილებები ქონდა ვიდრე ეროვნული გამოხატულებები. თქვენ ნახეთ, რომ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში არც ერთხელ არ აღნიშნავ 9 აპრილი როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 9 აპრილს აღნიშნავ როგორც გლოვის დღე. არასდროს არ აღნიშნავ 14 აპრილი როგორც დედაენის დღე ოფიციალურად და მაშინ ის შეკითხვა რა ეროვნულობას იბრალებენ ეს ხალხი, თუ ეროვნული გამოხატულებების მნიშვნელოვან დღესასწაულებს პატივს არცევენ და დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ მისწრაფება ძალიან ნაკლებია. დამოუკიდებლობის თავისუფლება რას ნიშნავს? რომ ქვეყანა დამოუკიდებელი შეიძლება იყოს გაეროს წესდებით, დეკლარირებული დამოუკიდებლობით, მაგრამ ის შეკითხვა არის კი ჩვენი სამშობლო სასურსათო თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა. დღეს 40% ჩვენს წარმოებულს მოვიხმართ მარტო, დანარჩენ 60 არის შემოტანილი სასურსათო პროდუქცია. ვარ კი დამოუკიდებელი სამხედრო თვალსაზრისით, ვარ კი დამოუკიდებელი ფინანსური თვალსაზრისით. აი ეს ამ კომპონენტებით, ამ ინდიკატორებით იზომება ქვეყნის დამოუკიდებლობა, ასე რომ ეროვნული მოძრაობის დაჩემება ასე ვთქვიდან არის ძალიან ღიმილის მომგვრელი და არასერიოზული. ბატონო ზაქარია, ტელეკომპანია იმედი ქეთი ბრაჭული. გამოქვეყნა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, სადაც ასახულია 2004-2007 წლებში როგორ ხდებოდა ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის უძრავ-მოძრავი ქონების გაჩუქება. ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ტენდენცია არ გამოხატავდა და ეს ქმედებები არ გამოხატავდა ფიზიკური პირების ნებას, რეალურ ნებას და ეს იყო რაღაც ძალდატანების შედეგი. თქვენ როგორც მთავრობის წარმომადგენელი, მთავრობის მხრიდან თუ იგეგმება რაიმე ბერკეტების გამოყენება ან დაიწყება თუ არა მოკვლევა, გამოძიება, როგორ ხდებოდა, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები და თქვენ თუ გქონდათ მანამდე ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ხდებოდა ფიზიკური პირების იძულება, რომ სახელმწიფოსთვის რაღაც გარკვეული სახით უძრავ-მოძრავი ქონება უსასყიდლოდ გადაეცათ. ირმა ხო? არა, ქეთი სამწუხაროდ არათუ მქონდა საზოგადოებრივ სექტორში ჩემი პატარა საქმიანობის დროს მე ვქომაგობდი ქონება წართმეულ ხალხის ინტერესებს, როგორც ადვოკატი და როგორც უფლებადამცველი. მე მქონდა რამოდენიმე ასეული ფიზიკური პირის და იურიდიული პირის წართმეული ქონების შესახებ უთხოვარი ფაქტები. და რამოდენიმე შევეცდები ეხლაც გავიხსენო. აი მაგალითად გლდანში ციცინათელას პარკი ვისაც გინახიათ. ეგ არის წართმეული ტერიტორია, მესაკუთრეს წართვეს, გადააფორმებიეს და დაჭერის შიშის ქვეშ გაიქცა ეს პიროვნება, ეხლა საიმყოფება არ არის. აუდაბრის პრეზიდენტის რეზიდენცია წართმეული ტერიტორიაზეა განთავსებული. ეგეც წართვეს და გაიქცა. რიყის პარკს რაც შეეხება აბანოების ტერიტორია, ეს წართმეული ტერიტორიები არის. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, ყველას გახსენება გამიჭირდება. 2007 წლამდე იყენებდნენ აი ამ უხეში ძალადობის ფორმებს, რაც გამოიხატებოდა პირის იძულებაში გაეჩუქებია ქონება, ან სიმბოლურ ფასად გაიყიდა ეს ქონება. და ამისაც იყენებდნენ საგამოძიებო და ორგანოებს და პროკურატურას, თუმცა იბარებდნენ და ეუნებდნენ აბა გადმოაფორმე, აბა გაასხვისე, აბა გვაჩუქე ეს ქონებები და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობისას მსხვერპლი ხდებოდა ოჯახის რომელიმე წევრი და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშით მოხვედრილი ეს ფაქტი, რომ ადამიანებს ქონებებს ართმევდნენ და პოლიტიკური მოტივით აპატიმრებდნენ, მათ შორის ოჯახის წევრებს, პირდაპირ არის ეს სიტყვები მოყვანილი სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიში. 2007 წლის შემდეგ მიდგომები შეცვალეს, უფრო დახვეწილ მეთოდოლოგიაზე გადავიდნენ, იმიტომ რომ თქვათ, გაჩუქების ფაქტი, იძულებით ნასყიდობის ფაქტი ძალიან ზედაპირზე ვიდა და ჩართეს უკვე ადმინისტრაციული ორგანოები. კერძოდ საგადასახადო სამსახურები უკანონოდ არიცხავდნენ რამოდენიმე მილიონიან საგადასახადო მოთხოვნას. ეს სუბიექტი, რა თქმა უნდა, ამას ვერ იხდიდა. ამ შემთხვევაში ამოქმედდებოდა საგადასახადო კოდექსის, უბრალოდ სისხლსამართლის კოდექსის ერთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 45 დღიან ვადაში დარიცხული თანხის გადაუხდილობის შემთხვევაში სისხლსამართლის პასუხისმგებლობას. და იძულებული ხდებოდნენ მეწარმე სუბიექტები, რომ ბანკიდან გამოიტანათ ფული, დაეფარათ ეს უკანონოდ დარიცხული თანხა და გაეგრძელებათ სასამართლოში დავა. შესაბამისად, როგორც კი ბანკიდან გამოიტან სესხს და დაფარა, ბანკი არ იძლევა სესხს თუ ის არ არის უზრუნველყოფილი, ესენი იძულებულნი იყვნენ თავის ქონებები ჩაედოთ შინ როგორც უზრუნველყოფის საშუალება და ამით ხდებოდა ქონებების გადასვლა დაინტერესებული პირების საკუთრებაში. ასე რომ ქონების წართმევის ბევრი ფორმა არსებობდა ჩვენ სამშობლოში. დღეს მდგომარეობით იუსტიციის სამინისტრო მუშაობს
მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების შევსებაზე, საუბარია იმაზე, რომ მივიღოთ სპეციალური კანონი, რაც მისცემს უფლებას სასამართლოებს გადასინჯოს ქონება წართმეული ადამიანების საქმეები. აქ უბრალოდ ეს კანონი საკმაოდ კომპლექსური კანონია, მოითხოვს სამართლების და ეკონომიკური ასპექტების გაანალიზებას კომპლექსურად, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ ზიანზეა საუბარი, რაც მიადგა ჩვენს მოქალაქეებს და პირებს. ისმის შეკითხვა, ვინ უნდა ზღოს, ვინ უნდა მოახდინოს ამ ზიანის კომპენსირება. რა თქმა უნდა, ყველა ვიტყვით, რომ ახალი ხელისუფლება არაფერ შუაშია ამ ქონებების წართმევასთან, მაგრამ ისმის შეკითხვა პერსონალურ პირებს უნდა გადავიდეს ეს პასუხისმგებლობა თუ სახელმწიფომ უნდა აიღოს აი ამ დანაშაულებრივი გზით წართმეული ქონების მესაკუთრეებისათვის ზიანის ანაზღაურება. ანუ და ძალიან ბევრი ანუ ზუსტად ამ კითხვაზეც რო გავცეთ პასუხი, ვინ დააბრუნებს ამ ცოლებას, ანუ დაზარალებული მოქალაქეები რეალურად არსებობენ და ალბათ ისინი მოითხოვენ კიდევ გამოაცხადა გამჭვირვალობა. კი, გავიმეორებ მაშინ ჩემ პასუხს, ბოლო ნაწილს ესე არ დამიიდე ყური. ესე იგი, ამაზე მიდის მუშაობა იუსტიციის სამინისტროში და ეს ორივე მომენტი უნდა შეფასდეს, ხო, სამართლებრივი და ეკონომიური ასპექტებიც. კანონის მიღება თუ ის ეკონომიკურად დასაბუთებული არ არის, გამოიკიდება ჰაერში. რეალურად ჩვენ ხო გვინდა რომ თუ ვიღაცას უსამართლოდ მიადგა ზიანი იქნას ანაზღაურებული, ხო ეს გვინდა ჩვენ. ამიტომ დათვლილი უნდა იყოს ეს მექანიზმები შეჯერებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ისმის შეკითხვა თუ ვიღაც პროკურორმა, ვიღაც მინისტრმა, ვიღაც გამგებელმა ვიღაცას ქონება წაართვა, ვიღაცის დავალებით, ამ გამგებელმა უნდა ზღოს ეს ქონება, ამ მინისტრმა უნდა ზღოს ეს ქონება, ამ პროკურორმა უნდა ზღოს ეს ქონება, თუ ესენი არაფერ შუაშია და სახელმწიფომ უნდა იყოს თავის ხარჯზე. ეს კომპლექსური საკითხია, მარტივი საკითხი არ გახვალთ. აბა გოგონა იყო და მე შენი. მოგესალმებით, სოფო ჩიხლაძე, გურია ნიუსი. სასამართლო სისტემის რეფორმა შეეხება ჩემი კითხვა. დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხია სასამართლო სისტემის რეფორმა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, მაგრამ პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. თუ კი მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა ეს კანონი, ასეთ შემთხვევაში როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა, რის გაკეთებას აპირებთ? პრეზიდენტ სააკაშვილს, პროფესორ სააკაშვილს არანაირი საფუძველი არ აქვს ვეტოს დადების. იმიტომ რომ კანონი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, კანონი 99%-იან შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. და მე ბევრჯერ ვახსენე თომას ჰამარბერგი მან ბრძანა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მაქსიმალურ თანამშრომლობს მრჩევლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღეს ბატონი ბიძინა პირადად იმყოფება სტრასბურგში, აპირებს შეხვდეს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ჯანი ბუკიკიოს და შესაბამისად ამ თემაზე იმჯობთ. ანუ საფუძველი ვეტოს დადების არ არსებობს. თუ პრეზიდენტმა ეს უფლება კვლავ ბორტად გამოიყენა და დაადო ვეტო, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს სასამართლოს მართვის გოლის დემოკრატიზაციის პროცესს. მას გახსოვთ ამბობდა, რომ სასამართლოები სწორ პოზიციაზე დგანა და ამ შემთხვევაში საუბარი არა მოსამართლეების გაშვება გაყრაზე, არამედ სასამართლოს მართვის გოლის რეფორმირებას. როგორ უნდა იმართოს სასამართლო. აქედან გამომდინარე, თუ ის ვეტოს დაადებს, ეს იქნება მის მხრიდან პირდაპირ დემონსტრირება იმის, რომ ის ხელს უშლის სასამართლოს მართვის გოლის დემოკრატიზაციის პროცესს და დაინტერესებულია იმით, რომ შეინარჩუნოს ეს მახინჯი მართვის გოლი, სადაც ბატონი კუბლაშვილი იყო წამყვანი ფიგურა და მის გარეშე ვერაფერი ვერ წყდებოდა. მაგრამ თუ ასე მოხდა, თქვენი თუ ასე მოხდა, ჩვენ დაუმტკიცეთ უკვე ჩვენს საზოგადოებას, ოპონენტებს, რომ ვეტოს დაძლევა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს არ უჭირს. აქ უბრალოდ საუბარია იმას, რომ პროცედურული დემოკრატია მოითხოვს მინიმუმ კიდე ერთვიან პროცედურებს. და სააკაშვილი ყველა ასეთ თვეს იყენებს იმისათვის, რომ მიათრიოს თავისი ძალაუფლება ოქტომბრის თვემდე. საკონსტიტუციო სამართლოში გასაჩივრებას უნდა ქონდეს საფუძველი, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას? აქ რო საუბარი იყოს მოსამართლეების განთავისუფლებაზე თანამდებობიდან, კი ბატონო, ანუ მოსამართლის თანამდებობიდან, მოსამართლეებს არავინ ხელს არ კიდევს. საუბარია სასამართლოს მართვის ადმინისტრაციულ გოლზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული გოლის მუშაკების განთავისუფლება და დემოკრატიული მართვის მექანიზმის შემოღება, ეს არის არა ნაბიჯი უკან, არამედ რამოდენიმე ნაბიჯი წინ. ამიტომაც ამ შემთხვევაში საფუძველი მაგათ არა აქვს, რომ საკონსტიტუციო სამართლომ ეს საკითხი განიხილოს.
ჩვენ მე მგონი კარგად ჩავკეტეთ ის პრინციპით, რომ ერთვე ექნება მხოლოდ აქტის მოქმედების გაჩერების უფლება, თუმცა ვიმეორებ იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტი დაანებებს დესტრუქციულ ქმედებებს თავს, ჩაერთვება სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, მისი მოვალეობა დღეს არსებული ძირითადი კანონიდან გამომდინარე, კანონები წაიკითხოს და ხელი მოაწეროს, რომ შევიდეს ის ძალაში და მართვის გოლი უფრო სამართლიანი და დემოკრატიული გახდეს. თამარ კურტია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. ბატონ ზაქარია, დღეს დასაერთოდ ბევრს საუბრობენ NDI-ის კვლევაზე. აი, თუ იცნობთ და რამდენად არის დაკავებული თვითონ პარტია ქართული ოცნება ამ მონაცემებით და ძალიან ხშირად არის გამოთქმული აზრი, რომ ქართული ოცნება PR-ის თვალსაზრისით ცოტა შეისუსტებს. ამაზე რა გვეტყვით, რამდენად ინტერესდება თვითონ პარტია ამ შიდა კვლევებით და რამდენად ითვალისწინებთ ამ მონაცემებს. რამდენად ადეკვატურია გამოქვეყნებულ კვლევებთან. ჩვენ კორექტირება გავაკეთეთ PR-ის კომპონენტებში, მივიჩნევთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ეს არის PR-ის ნაწილი და მასზე უარეს თქმა ეს უფლება არ აქვს. ამიტომაც საზოგადოებასთან ურთიერთობა ყოველ შემთხვევაში ჩვევა ჩვენი PR-ის მნიშვნელოვან ნაწილად, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით და ვრჩევით იმ პოზიციის მატარებლად, რომ ნებისმიერ გაკეთებულ საქმეზე არ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო რესურსი. თუ კარგ საქმეს აკეთებ, ამას არ ჭირდება დიდი რეკლამირება. თუ კარგ საქმეს აკეთებ, ისე გაიგებს ამას ხალხი და ისე შეაფასებს ამას ხალხი. მაგრამ საზოგადოების ინფორმირება, თქვა, რაღაც პროცესში ჩართულობისთვის აუცილებელია და შესაბამისად ნებისმიერ პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია PR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი კონდეს გააძლიეროს და ამუშაოს. მაგრამ ვიმეორებ, ერთმანეთთან განვასხვაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ასპექტი, ჩართულობის ახსნა განმარტების მიზნით და მეორე ასპექტი ქულების დაწერის მიზნით, სადაც ატრიალებ როლიქს, რომლის მიზანია მხოლოდ ერთი რამ, რომ წარმოაჩინო პატარა გაკეთებული საქმე ძალიან დიდ საქმედ. აი ხა თქვენ რომელიმეს გინახავთ სასკოლო ავტობუსების რეკლამა. სასკოლო ავტობუსები დადის მაღალმთიან რეგიონებში საქართველოს. და როგორც კერძო სკოლებშია თბილისში ბავშვებს ემსახურება სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე, ასევე მაღალმთიან რეგიონებში ბავშვებს ემსახურება სახლიდან სკოლამდე, სკოლიდან სახლამდე. ჩვენ ამის რეკლამირება არ გავკეთებია, იქიდან გამომდინარე, იმდენად კარგი საქმეა, იმდენად ხელშესახებია ყველა ოჯახისთვის, იმიტომ რომ სასოფლო დასახლებებში სკოლები დაშორებულია 3, 5 და ზოგან უფრო მეტი მანძილითაც და ზამთარში უჭირთ ბავშვებს სიარული 3, 5 და 7 კილომეტრიან მანძილზე. დასულ ადამიანს უჭირს 5 კილომეტრი მანძილის სიარული ყოველ დღე წინ და უკან და ბავშვებს ხო ძალიან უჭირთ. ამიტომ ჩვენ ამის რეკლამა არ გვიწარმოებია, მაგრამ რამხელა კარგი საქმე გაკეთდა. ისევე როგორც ისმის შეკითხვა, უნდა გაუკეთოთ თუ არა რეკლამა უფასოდ სახელმწიფოების დარიგებას. ჭირდება ამას რეკლამა, ხალხი ვერ გაიგებს, ვერ შეაფასებს თვითონ. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლება 10 ლარიან ვაუჩერსაც კი არეკლამებდა კიდე. 10 ლარიან ვაუჩერს არეკლამებდა კიდე და თქვა, ცდილობდა რომ პატრესგან, ანუ ბუზისაგან შეექმნა სპილო. ამიტომაც დაიშალა ეს ყველაფერი და ხალხის გულები იმიტომ ვერ დაიპყრეს მათ. დიდი მადლობა.